გაგიგიათ ხო რომ მარტი სიგიჟის თუ არისო და ხშირად მარტში დაქორწინებასაც არ ურჩევენ ადამიანებს ქარების თუ არისო და ზოგადად არეულობად მოიხსენებენ ხოლმე მარტისთვის და 2025 წლის მარტი კიდევ უფრო სიგიჟეებით სავსე იქნება და გველოდება იმიტომ რომ დაბნელებების დერეფანი გვაქვს და თითქოს დავითომ არაფერი წელიწადში რამოდენიმე დაბნელებაა და რა მოხდა მაგრამ საქმე იმაშია რომ ძალიან რთული დაბნელება არის მარტის თვეში პირდაპირ თარიღები რომ დავასახელოთ 14 მარტს არის მთვარის დაბნელება 6 პლანეტა იქნება ჩართული ხოლო 29 მარტს უკვე მზის დაბნელება ხვდებით ხო რა ამბები იქნება დატრიალებული და დამეტებით კიდე პატარა რაღაცა დეტალები რომელსაც მოგიყვებით რაც კიდე უფრო რთულს გახდეს ზოგადად მარტი-აპრილის პერიოდს დაახლოებით მაისის პირველ ნახევრამდე დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში ვსაუბრობ ვედური ასტროლოგიიდან გამომდინარე, შესაბამისად პლანეტები ნიშნებში და პოზიციები შეიძლება არ დაემთხვეს თქვენთვის ცნობილ დასავლურ ასტროლოგიას, თუმცა ვისაც ეს მიმდინარეობა მოგწონთ, შეგიძლიათ ეს ინფორმაციაც გაითვალისწინოთ. ასევე წინსწრებით იმასაც ვიტყვი, რომ არ ვისაუბრებ მე კონკრეტული ასცენდენტებისთვის და 12 ზოდიაქოს ნიშნისთვის რა როგორ განვითარდება, ანუ პროგნოზირებას, იმიტომ რომ ასეთი ვიდეო უკვე ჩაწერილი მაქვს წინა დაბნელებებზე და წინა დაბნელებად ზუსტად იგივე ღერძებზე მიმდინარეობდა. ამიტომ იგივე ვიდეოს დავურთავ და ოღონდ გაითვალისწინოთ, რომ რასაც იქ ვსაუბრობ, ეს ყველაფერი 10 ჯერ და 100 ჯერ უფრო მძაფრად ჩაივლის ახლა და ეს არის ბოლო დაბნელება ამ ღერძებზე თქვენთვის და შემდეგ ღერძები უკვე შეიცვლენ პოზიციას. თუმცა ზოგად ინფორმაციას აქაც მოგაწვდით, რასთან უნდა იყოთ ფრთხილად და რატომ არის ეს დაბნელებები ასეთი მნიშვნელოვანი. საქმე იმაშია, რომ ასეთი მძაფრი დაბნელება, როცა დაბნელების პერიოდში ამდენი პლანეტა არის ჩართული, შესაბამისად ადამიანის ცხოვრების და ზოგადად სამყაროს არსებობის ბევრი ფაქტორი არის ჩართული და მოყოლილი დაბნელებაში, ხო? შესაბამისად, რაც უფრო მეტი პლანეტაა, მით უფრო რთულია ხოლმე დაბნელება. არის მარტივი დაბნელებები, რთული დაბნელებები, ასევე გააჩნია რომელ ნიშანშია, როგორი შეერთებებია, რომელი ნაქშეტრებია და ამ ეტაპზე არის საროცი ბოლო პერიოდში, ყოველ შემთხვევაში მე რაც ასტროლოგი ვარ, ერთ-ერთი ყველაზე რთული დაბნელება, რაზეც კი შეიძლება რომ ვისაუბროთ და რასაც შეიძლება რომ ველოდოთ. არავის შეშინება, რა თქმა უნდა, არ მინდა, უბრალოდ ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჯობია რომ გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ მაგალითად დღეს თქვენ კონსტატაცია, როდესაც გოგონა მეუბნებოდა, რომ აი ბიზნესის დაწყებას აპირებდა მარტში და რა თქმა უნდა გადავიფიქრებინე, ასევე მყავდა გოგონა, რომელიც მოგზაურობას აპირებდა მარტში და რა თქმა უნდა ასევე გადავიფიქრებინე. ანუ ეს ინფორმაცია მხოლოდ გვეხმარება იმაში, რომ დავიცვათ თავი, ვიყოთ გაფრთხილებულები და გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ შეიძლება ღმერთმა დაგვიფაროს და არაფერი ცუდ ჩვენს თავს მაინც და მაინც არ მოხდეს, მაგრამ ზოგადად როცა ვიცით, რომ რაღაცა რთული პერიოდია, ხო, თუნდაც ემოციები მოგვაწყვება, რაღაცა ტკივილები მოგვაწყვება თუ რაღაცა შინაგანი დისკომფორტები იქნება, გვეცოდინება რისი ბრალია, ხო? იმიტომ რომ დაბნელებები ზოგადად შინაარსობრივად ემსახურება იმას, რომ რაღაცებს გადავხედოთ ჩვენ შიგნით თუ ჩვენ გარეთ, რაღაცები გადავალაგოთ ცხოვრებაში და ძველი ნაგავი გაუშვათ ცხოვრებიდან და იმისთვის, რომ დავინახოთ რა არის ნაგავი, ამისთვის უნდა ამოიქეკოს რაღაცა, შეიძლება ემოციურად გვეთკინოს, მოbrunდეს ძველი მეგობარი, რომელმაც გვიღალატა, ან მეუღლე, რომელმაც გვიღალატა, ან რაღაცა ეგეთი მოხდეს. რომ მივხვდეთ, რომ ეს და ეს რაღაცა ჩვენს ცხოვრებაში უნდა დაიხუროს, უნდა გაუშვათ, უნდა გავანთავისუფლოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ დაბნელებების პერიოდში არ იქნება ალბათ არც ერთი ადამიანი დედამიწაზე, ვისაც ეს დაბნელებები არ შეეხება, იმდანაც რთული და კომპლექსური დაბნელება არის. დავიწყოთ იმითი, რომ ამდენი პლანეტა როცა ხვდება ერთმანეთს და განსაკუთრებით ესეთი რთული შეერთება და ამაზე ალბათ ცალკე ვიდეო არის გასაკეთებელი, ისეთი რთული შეერთება გველოდება, როგორც არის აღმავალი კვანძისა და სატურნის შეერთება, რომელიც ითვლება ვედურ ასტროლოგიაში წყევლის შეერთებად, ანუ როგორც ასეთი ვედები ზოგადად წყევლას ცოტა სხვანაირად უყურებენ და კლასიკურად არ გაიგოთ, მაგრამ სიმბოლურად ბრჭყალებს ამას არქმევენ წყევლის შეერთებას და ადამიანები, რომლებიც არიან დაბადებული ასეთი შეერთებით, ამბობენ, რომ ინანებენ, რომ დაიბადნენ და ხშირ შემთხვევაში ასეთი რუკის ადამიანები, როცა მინახავს, რა თქმა უნდა, მათ ძალიან რთული ცხოვრება აქვს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ასპექტში, იმიტომ რომ სხვადასხვა სახლში კომბინაციებში
და შეერთებებში შეიძლება იყოს ეს კონკრეტულად სატურნისა და აღმავალი კვანძის შეერთება და სწორედაც მეორე დაბნელებაში უკვე მზის დაბნელების დროს, რომელიც იქნება 29 მარტს, სწორედ სატურნისა და აღმავალი კვანძის შეერთება, ანუ სატურნი გადადის თევზების ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ხდება აღმავალი კვანძისა და სატურნის შეერთება. და რა თქმა უნდა, რაც უფრო მიუახლოვდება, მით უფრო რთული იქნება ეს პერიოდი. ეს ცოტა ხანი გასტანს, მერე აღმავალი კვანძი ტრანზიტულად გადადის უკვე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში და ისინი ნელ-ნელა ისევ დაშორდებიან ერთმანეთს, თუმცა ეს შეერთება თან სტელიუმში და თან დაბნელება ამ ყველაფერში არის, არ ვიცი, ძალიან რთული მდგომარეობა, ანუ ვინც რუკებს შეერკვევით და შეგიძლიათ ნახოთ, აქაც მიუთითებ ვიდეოს, სადაც შეგიძლიათ თან აღწერაში იქნება ვიდეო, საიდანაც შეძლებთ რა თქვენი ვედური რუკა შეადგინოთ და იქ ტრანზიტებში თუ გადახვალთ და მაგ თარიღებს შეხედავთ, ან თქვენ თვითონ მიხვდებით ვიზუალურად, რამხელა ამბები ხდება ზოგადად დედამიწაზე ცის კაბატონზე. რაც შეეხება გლობალურ მოვლენებს, პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ დაბნელება არის თევზების და ქალწულის ღერძზე და თევზებში არის ძალიან ბევრი პლანეტა თავმოყრილი და რა თქმა უნდა, თევზები არის ძალიან რთული და კომპლექსური ნიშანი, მით უმეტეს ძალიან რთულ ნახშირში ხდება ეს დაბნელება და რა თქმა უნდა, აქ იქნება ძალიან ბევრი სტიქიური უბედურება და შეიძლება განსაკუთრებით იყოს დაკავშირებული ეს წყლებთან, მიწისძვრებთან, ჰაერში მომხდარ, უკვე ვიცით, რომ ძალიან ბევრი თვითმფრინავი ვარდება და ძალიან ბევრი კატასტროფა ხდება, ანუ მასიური დაღუპვები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააქტიურდება. და რა თქმა უნდა, პირველი რეკომენდაცია მარტის თვეში დაივიწყეთ საერთოდ მოგზაურობა. აპრილის შევერცხობამდე, იმიტომ რომ ითვლება, რომ დაბნელების ტერეფნიდან იქით და აქეთ მინიმუმ 1 კვირა, რა თქმა უნდა, ისევ ვართ ფრთხილად, იმიტომ რომ წინ და უკან 1 კვირა ასევე ეს ენერგიები მოქმედებს, თუმცა ამ კონკრეტულ დაბნელებაზე ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო მეტი ხანი გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ რთული დაბნელებაა და ძალიან რთული ენერგიებია, როგორც ვხედავთ, უკვე მარტო იანვრის თვეშიც 20-ზე მეტი თვითმფრინავი არის ჩამოვარდნილი და უკვე ეს ყველაფერი მოქმედებაშია მოყვანილი, ჯერ კი წინ არის ეს ტერეფანი, მაგრამ უკვე რაღაცეები ძალიან საგრძნობლად ჩანს, ისეთი ადამიანებიც კი შოქში არიან, ვინც საერთოდ ასტროლოგიაში არ ერკვევა და საერთოდ ეს რაღაცებს არ აღიარებს და არ უსმენს, ისინიც კი კითხვის ნიშნებს ვამენ, რომ რატო, რა ხდება, რა ამბავია, რა მოხდა ესეთი, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, მარტში და აპრილის შევერცხობამდე არ მოგზაურობთ, არც არ მივდივართ, ფულს არ ვსესხულობთ, არ გავასესხებთ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, განსაკუთრებით ბინის ყიდვა, გაყიდვა, ანუ ნებისმიერი გარიგება, რომელიც იქნება დადებული ამ დაბნელებების ტერეფანში და პლუს-მინუს 1 კვირა, მაქსიმუმ 2 კვირა იქით აქეთ, რა თქმა უნდა, არ დასრულდება თქვენთვის სასარგებლოდ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არანაირი ქორწინება, არანაირი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, აი არაფერი ეცადეთ ოფიციალურად არ გააფორმოთ არანაირი საბუთი, იმიტომ რომ ამ დაბნელებების პერიოდში ნებისმიერი საბუთი იქნება, ანუ აღმოჩნდება, რომ რაღაცა იყო არასწორად, ან თქვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდება ასეთი გარიგებების დადება. არანაირ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ამ პერიოდში, როგორც არის ვინმესთან ან საცხოვრებლად ერთად გადასვლა, ან პირიქით დაშორება, ანუ იმიტომ რომ ამ პერიოდში ხა, რა თქმა უნდა, აქაც ყველამ თქვენთვის გაიაზრეთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ყველასთვის ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, სხვა ელფერს მიიღებს, ხო? იმიტომ რომ თუ მაგალითად ხა პირობითად მთელი 1 წელი ადამიანს შორდებით და ვერ შორდებით და ეს დაბნელება კიდე გადაულის ამ ურთიერთობას და სადღაც ბოლო წვეთი იქნება და გადაწყვიტავთ, რომ უნდა გადავჭრა და მორჩა, რა თქმა უნდა, მაშინ თქვენთვის ეს გადაწყვეტილება უმჯობესია და ჯობია რომ ამ დაბნელებას გაატანოთ ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ თუ რაღაცა, ანუ კარგად ხართ ურთიერთობაში და ყველაფერი დაალაგებულია და უცებ აგეშალათ ნერვები და უცებ რაღაცა პატარა მიზეზზე გაართულეთ ან ფიქრები შემოვიდა ნეგატიური, რომ ვაიმე რაღაცა ხდება და წინ ვერ მივდივარ და რაღაცები, ანუ ეს ყველაფერი უკვე დაბნელების ზემოქმედებაა და რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას, რომ ეს ურთიერთობა არ მუშაობს. და ნებისმიერ საკითხს, რა თქმა უნდა, ურთიერთობა ერთ-ერთი საგანია, თუმცა ნებისმიერ სფეროზე შეგიძლიათ გავრცელოთ ეს ინფორმაცია, ხო? რა თქმა უნდა, განსაკუთრებით უნდა იყოთ ასევე ყურადღება ჯანმრთელობასთან, იმიტომ რომ თევზების ზოდიაქოს ნიშანი, რა თქმა უნდა,
გვაძლევს იმას, რომ შეიძლება აქ იყოს მასიური მოწამვლები, საჭმლით, სასმლით, ამიტომ განსაკუთრებით თუ მაგალითად ცოტა მარხვით რაღაცა კვებას დაიცავთ, ან სუფთა კვებას დაიცავთ, ან უბრალოდ ალკოჰოლს მაინც არ მიიღებთ ამ პერიოდის განმავლობაში, იქნება ყველაზე გადასარევი, რა თქმა უნდა, საღამოს გვიან არ ვჯდებით საჭესთან და ვარ ძალიან ფრთხილები ამ ყველაფერთან დაკავშირებითაც. მასიურად კიდევ რა შეიძლება მოხდეს? გამომდინარე იქიდან, რომ თევზების ზოდიაქოს ნიშანი არის ზოგადად აი საბადო, ანუ წარმოვიდგინეთ ოკეანია, ხო? ანუ ოკეანის ფსკერზე რა ხდება კაცშულმა არ იცის, იმიტომ რომ იქამდე არავინ არ ჩასულა, ხო? ისეთ საიდუმლოებს შეიძლება ინახავდეს, რომელიც არავინ არ ვიცით და დედამიწაზე არც არასდროს არ დადგეს ის დრო, როცა ეს ინფორმაციები ამოვა და გავიგებთ. ამიტომ თევზების ზოდიაქოს ნიშანი ძალიან ბევრ საიდუმლოებს ინახავს და ამ დაბნელებების პერიოდში შეიძლება ძალიან ბევრი საიდუმლოები გასკდეს, როგორც მასიური და სამყაროსეული, თუნდაც პოლიტიკური და ზოგადად ცნობილ ადამიანებზე ან კომპანიებზე. ასევე თქვენთვის შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცა დიდი საიდუმლო ინახება თქვენს წინაპრებში, რომელიც არავინ არ იცის, ან პირობითად ახლა დიდი საიდუმლო რა შეიძლება იყოს, ხო, რომ ვიღაცა ნაშვილები იყოს, ან იმისი დედა არ იყოს და ის იყოს და ან კიდე შვილი ყავდეს თქვენს ბაბუას, ან არ ვიცი, მამას, ან ნუ ასეთი ტიპის, რა თქმა უნდა, თქვენი კონკრეტული სახლებიდან და თქვენი კომბინაციებიდან გამომდინარე, მაგრამ მაგალითისთვის რომ დაგანახოთ, ასეთი დიდი რაღაც საიდუმლოებებით შეიძლება გასკდეს და ვიღაცებთან დაკავშირებით გაიგოთ ესეთი დიდი საიდუმლოების შესახებ. რა თქმა უნდა, თქვენი საიდუმლოებებით შეიძლება გასკდეს რაღაცა კუთხით თუ თქვენს პირად რუკაში მსგავსი ასპექტებია, რომელიც ამას მიუთითებს. ამიტომაც ვართ ყველანაირად ძალიან მშვიდად, აი როგორც ამბობენ, ჩუმად ჩვენთვის სახლში წყნარად ზედმეტი რეაგირებების გარეშე არ ვაკეთებთ რაღაცა დამატებით მოძრაობებს ცხოვრებაში. კიდევ რაზე შეიძლება რომ აქ გავმეხლოთ ყურადღება. ძირთად დაბნელებების პერიოდი სულიერი ხალხისთვის, იოგებისთვის და მედიტატორებისთვის არის გადასარევი პერიოდი იმისთვის, რომ გააკეთონ წმენდები და მაგალითად ინდოეთში აშრამებში ასეთ პერიოდში არის სხვადასხვა მსახურებები და ადამიანები იწმინდებიან როგორც წესი ორგანიზმის ენერგეტიკის ფიზიკურ წმენდებს, სულიერ წმენდებს, ენერგეტიკულ წმენდებს, ამთხოვენ ხოლმე დაბნელების პერიოდებს და დერეფნებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი დაბნელება რისთვისაც ყველაზე კარგად მუშაობს და გამოსადეგია ეს არის წმენდები, ხო? იმიტომ რომ სწორედ ამისთვის ხდება ეს დაბნელებებიც, რომ იმ სახლში და იმ ზოდიაქოს ნიშანზე და ღერძზე რაღაცა ნაგავი რო გროვდება, ის გაიწმინდოს და იმისგან განიმუხტოს სამყარო და თითოეული ადამიანი. შესაბამისად, ჩვენც თუ ჩვენით ხელშეუწყობთ ამას, ეს იქნება ყველაზე კარგი. თუ აქამდე ფიქრობდით მედიტაციის დაწყებას და ჯერ დაგიწყეთ, ძალიან კარგია თუ დაიწყებთ, თუ ფიქრობდით ორგანიზმის წმენდას ან ენერგეტიკულ წმენდას ან ნებისმიერი სახის წმენდას ან რაღაც არ ვიცი, თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე მუშაობას ან ნებისმიერი სახის რაღაცა წმენდებს და ჩვევებისგან, მამიჩვევებისგან ან მენტალურ პრობლემებისგან განთავისუფლებას, აი ყველაზე идеალური დრო არის სწორედ მაგისთვის. და თუ ცხოვრებისეული თქვენი ყოველდღიურობა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ამას დაუთმოთ დრო, ეს იქნება ყველაზე იდეალური ვარიანტი, რაც შეგიძლიათ რომ ამ დროს საკუთარ თავს გაუკეთოთ. ასევე რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, თუ ხართ მაგალითად ორსულად ან მშობიარობის წინა პერიოდი გააქვთ ან ამ პერიოდში გიწევთ მშობიარობა, რა თქმა უნდა, აქაც უნდა იყოთ აი ას მაგათ ყურადღებით და მაქსიმალურად ძალიან სუფთად დაიცვათ კვებაც და ნუ მოკლედ ყველაფერი. ამ პერიოდში ასევე რა თქმა უნდა შეიძლება იყოს შეცდომები და თუ ვინმეს გიწევთ, რომ თქვა დადიხართ ექიმებთან ან იკეთებთ ანალიზებთ ან რამეს მკურნალობთ, ხო? რა თქმა უნდა, შეიძლება აქაც იყოს ძალიან ბევრი შეცდომები ან თვითონ ექიმ შეეშალოს და სხვისი რაღაცა ანკეტა თქვენი ეგონოს და ეგონოს რომ რაღაცა გჭირთ, რაც არ გჭირთ, ან ანალიზი აირიოს, ან გამოვიდეს რაღაც აპარატურები წყობიდან ან რაღაცა მსგავსი, ამიტომ სამედიცინო კუთხითაც ჯობია რომ იყოთ ძალიან ფრთხილად. რაც შეეხება ახლა კიდევ რატომ იქნება ასე ძალიან დაცემული ენერგეტიკა აი მარტი-აპრილის განმავლობაში მაისის შუარცხობამდე გარდა იმისა რომ ასეთი რთული დაბნელებაა რომელიც 29 მარტს არის ბოლო და იდეაში 29 მარტიდან 2 კვირა რო გადავთვალოთ აპრილის შუარცხობია, თუმცა მაისის შუარცხობამდე იქნება რთული და დაძაბული პერიოდი. იმიტომ რომ ასევე როდესაც სატურნი გადავა თევზების ზოდიაქოს ნიშანში ის ან 29 მარტს ის აქედან ასპექტირებს იუპიტერზე, რომელიც იმყოფება კუროს ზოდიაქოს ნიშანში ვედური ასტროლოგიით და იუპიტერი არის წყალობის პლანეტა და ანუ იუპიტერს შეუძლია რომ უხეში
კუთხეები დაამრგვალოს და ცოტა რაღაცა რაც ამდა უბედურება ხდებოდეს დედამიწაზე, რაღაცა წყალობის არსებობაც იუპიტერით გვაქვს ყველა ადამიანს რუკაში და ზოგადად მსოფლიოს და დედამიწას, მაგრამ როდესაც სატურნი ასეთი რთული დაბნელების სტელიუმიდან ასპექტირებს იუპიტერზე ის რა თქმა უნდა ზღუდავს ასევე აი ამ ფარველობასა და წყალობას სამყაროში და შესაბამისად აი შეიძლება იგრძნობოდეს რომ აი ყველაფერი ძალიან რთულად არის, მაგრამ ეხლა პირადი გამოცდილებითაც რომ დაუკვირდეთ ხო არის სიტუაციები, როდესაც ძალიან რთულ რაღაცა პრობლემაში ყოფილვართ, მაგრამ რაღაცა იმედიანად ვართ რომ ყველაფერი გამოვა და რაღაცა პერსპექტივა მაინც ჩანს რომ გამოვძვრებით და არის მომენტები როცა ვგრძნობთ რომ აი მართლა გამოუვალ სიტუაციაში ვართ და ეს სწორედ იმაზეა დამოკიდებული რომ ეს წყალობა შეიგრძნობა თუ არ შეიგრძნობა. ამ შემთხვევაში მაისის შუარცხოვამდე სანამ იუპიტერი არ შეიცვლის ნიშანს, ანუ მანამდე ეს სატურნის ასპექტი ჩვენ გვიზღუდავს გარკვეულწილად მფარველობას და შეგრძნება იქნება, რომ აი რაღაცა ორმოში ვართ და თან რაღაცა აქედან არაფერს არ ჩანს, ანუ აი რა შეიძლება რომ ხა აქედან როგორ უნდა ამოვიდეთ აქედან, ანუ რა უნდა გავაკეთოთ, ანუ არსად არის დამხმარე არ ჩანს, არის მშველელი არ ჩანს, ჩვენ შეიძლება ძალიან დაცემული ქონდეს ენერგეტიკა და ფსიქიკაც დაჭემული იყოს და ჩვენც ვერ ვხედავდეთ რაღაცა გამოსავალს. ამიტომ მაისის შუარცხოვამდე ფაქტურად ეს მარტის პირველი 14 მარტის დაბნელებამდე ერთი კვირით ადრე რომ დავიწყოთ ათვლა, ანუ ფაქტურად მაისის 15-მდე საკმაოდ დაცემული იქნება ენერგეტიკა ზოგადად სამყაროში და რა თქმა უნდა ბევრი ნეგატიური რაღაცები შეიძლება მოხდეს და ასევე რა თქმა უნდა ტრანსპორტთანაც უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ მერკურიც ანუ არის მოქცეული ამ დაბნელებებში, ვენერაც და კომუნიკაციებთან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ასევე ამ პერიოდში რა თქმა უნდა აქტიურდებიან შარლატანები, შავი მაგები და ასე შემდეგ და შესაბამისად სერვისების კუთხითაც თუ ვინმე სარგებლობთან გიყვართ ასეთი რაღაცები, აქაც ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, იმიტომ რომ გააქტიურდებიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ფულს შევლობენ და უბრალოდ რა ვიცი, მოგატყუებენ და არაფერს არ აკეთებენ, ან ჩაგარიცხინებენ და გაქრებიან, ამიტომ ნებისმიერი რაღაცის შეძენის დროსაც თუ ონლაინ ყიდულობთ და კონკრეტულად ვინმე პირს უთანხმებთ მოტანის სერვისს და ვიღაცისგან ყიდულობთ, აქაც უნდა იყოთ ყურადღებით, გადამოწმოთ რამდენად ნამდვილად ეს პირია, რამდენად ნამდვილად მოგაწვდით იმ პროდუქტს თუ სერვისს, რასაც ყიდულობთ და ამ კუთხითაც უნდა იყოთ საკმაოდ ფრთხილად. ასევე რთული ეს დაბნელებები იქნება იმის გამო, რომ გარდა იმისა, რომ ამდენი პლანეტა არის მოქცეული და მეორე დაბნელებაზე, ანუ 29 მარს უკვე 7 პლანეტა არის მოქცეული დაბნელებაში და როგორც ვთქვით, ამ 7 დაბნელებაში მოქცეული პლანეტებიდან ასევე სატურნი კიდევ ასპექტირებს იუპიტერს, რომელიც წყალობას ამცირებს, ასევე ვენერა და მერკური იქნებიან რეტროგრადული, თან მერკური იქნება თავის დაცემის ნიშანში გადავა და ძალიან ამძიმებს ეს ყველაფერი ფონს და ასევე ზოგადად 2025 წელი, გარდა მარტისა და აპრილის, ანუ მაისის პირველ ნახევარამდე რაც ვახსენე, რომ უფრო რთული ენერგიები ტრიალებს, ასევე 2025 წელი იქნება ძალიან დიდი ცვლილებების წელი, იმიტომ რომ პირველ რიგში ასეთი ბომბა დაბნელებების დერეფანი ხომ არის, სადაც აი ყველანაირი ნაგავი და სიცრუე და რაღაცა მართლა ფსკერზე ნადები საუკუნევანი რაღაცა საიდუმლოებები და რაღაც ნაგავი ამოვა, ხო? ანუ გულისხმობ სოფლიო ზოგადად მასშტაბით. და ასევე ყველაზე ასე ვთქვათ დიდი პლანეტები, რომელიც იშვიათად იცვლიან ნიშანს, დიდი პლანეტებიც, ანუ კვანძები, იუპიტერი და სატურნი ასევე იცვლიან ნიშნებს, რომელიც ძალიან დიდი ცვლილებების მანიშნებელია და განსაკუთრებით სატურნის ნიშნის ცვლილება არის განსაკუთრებით ნიშანდობლივი, იმიტომ რომ სატურნი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა თავისივე ნიშნებში, ან თხისქას და მერწყულის ზოდიაქოს გადიოდა, ახლა კი ის გადავა თევზების ზოდიაქოს ნიშანში და ზუსტად დაბნელების დღეს გადადის, ანუ 29 მარტს გადადის და უერთდება აღმოვალ კვანძს და ძალიან მძაფრად შეიძლება ეს ადამიანებმა შევიგრძნოთ ჩვენს ტყავზე რას ნიშნავს, ხო? და ასევე იუპიტერი იცვლის ნიშანს მაისის მეორე ნახევრიდან უკვე გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშნიდან ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში და ასევე მერე შემდგომში უკვე აღმავლი და დაღმავალი კვანძები, ანუ ვედურ ასტროლოგიაში ეგრეთ წოდებული რაჰუ და კეტუ იცვლიან ნიშნებს და ეს სამი ძალიან დიდი ცვლილება პლუს დამატებული ამას ამხელა დაბნელება იქნება მსოფლიოსთვის, აი როგორც ახალი ათვლის წერტილი, აი ფაქტურად, აი როგორც ჩვენს წელთაღრიცხვი
წელთაღრიცხვამდე და წელთაღრიცხვის შემდეგ გაყოფილი გვაქვს ზოგადად დროისათვლა. აი დაახლოებით ასეთ რაღაცა გაყოფას გააკეთებს. აი თუნდაც როგორც მოვიხსენიებთ ხოლმე პანდემიამდე ან პანდემიის შემდეგ, აი რაღაც ისეთი ძლიერი მოbrunების წერტილი იქნება, რომელიც მსოფლიო ზოგადად ისტორიაში ყველა ქვეყნისთვის აბსოლუტურად ზოგადად მსოფლიოსთვის იქნება მოbrunების წერტილი, აი ზოგადად 2025 წელი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება და არაფერი აღარ დაბრუნდება ისე როგორც იყო, ანუ განვითარდება რაღაც ახალი ტალღა, დაინგრევა ძველი სისტემა, ამაზე უკვე ძალიან ბევრი წელია უამრავი ადამიანი საუბრობს, ასტროლოგებიც და ასე შემდეგ სხვა დარგის წარმომადგენლები და აი ეხა არის ზუსტად ის ეპიცენტრი, როდესაც აი ეს მთავარი მოbrunება და მთავარი ეს კვანტური ნახტომი ხდება, რომელიც რეალურად განაპირობებს შემდეგ მსოფლიო როგორ იქნება. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ აი მეც არ ვარ დიდად პოლიტიკური ადამიანი და არ მეინტერესებს ხოლმე, მაგრამ აი ამ ეტაპზე ძალიან დავინტერესდი მეც რა ხდება ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში და მსოფლიო ზოგადად ეკონომიკაში და საერთოდ მსოფლიოში რა ხდება, იმიტომ რომ სწორედ აი ეს ცვლილებები ახლა ძალიან კარგად ჩანს, ვინც ამ ყველაფერს ადევნებს თვალს, როგორი აბსურდი და აბსურდი ხდება ნელ-ნელა მსოფლიოში არსებული მოვლენები და როგორ ეხტება ფარდა ყველაფერი მყალბს, რომელიც აქამდე არსებობდა და აი თუ შეამჩნევთ მე ესე ვხედავ, რომ მსოფლიოში არსებული რაღაცა ტენდენციები, ეს კიდე იყოს მოდის თუ პოლიტიკის თუ ეკონომიკის თუ ასე შემდეგ, ანუ ეს რაღაცა ტენდენციები თითქოს უკვე აღარაფერზე აღარ დგას და აი ერთი რაღაც სულის შებერვა უნდა, რომ ჩამოინგრეს საერთოდ და ჩამოიშალოს და თუ გავიხსენებთ მithumetes რა მოვლენები იყო აქამდე შარშან თუნდაც იანვრიდან მოყოლებული ხო, რამდენი ისედაც ისეთი მოვლენა მოხდა დედამიწაზე, სადაც რაღაცებს ფარდა აეხადა ხო ეს ცნობილი მაგალითად ჰოლივუდის ამბავი რომ იყო, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანის გაუპატიურებაში და ნუ რაღაცა იქ ორგიებში დებდნენ ბრალს ადამიანებს, ახლა კონკრეტულად არ დავასახელებ, ალბათ ყველა მიცით ეს ისტორია და ასევე პოლიტიკაშიც თუ გაადევნებთ თვალს, აი რა როგორი აბსურდები ხდება, ასევე თვითმფრინავების ჩამოვარდნა ხო, ლოს-ანჯელესის ეს ხანძარი, შემდეგ წყალდიდობა, აი ეს ყველაფერი ანუ ზუსტად აი ამაზე მეტყველებს და ზუსტად აი მოვლენების, აი დაბნელებისა და აი საკვანძო გარდამავალი მომენტის ჭრილში ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დედამიწაზე არსებული ძველი შაბლონები ინგრევა და ჩვენ გადავდივართ ახალ რეალობაში და შესაბამისად ნელ-ნელა აი ეს როგორც მკვდარი თევზი ამოტივტივდება შემდეგ ზედაპირზე, აი ზუსტად ესე ტივტივდება ყველაფერი უკვე მკვდარი და დრომოჭმული იდეურ თუ მატერიალურ სამყაროში, რაც უკვე დიდი ხანია გარდაცვლილი და აღარ არსებობს და ანუ ფარდა აეხდება ძალიან ბევრ ამას. და ძალიან ბევრი ადამიანი ჩემ დაგასახარად დაინახავს იმას, რასაც ჩემნაირი სხვა ასტროლოგები და სხვა თუნდაც ეზოტერიკოსები ძალიან ბევრი წელია ვიძახით, რომ ძალიან ბევრი რამე არის ფარსი ამ დედამიწაზე არის შეფარული, არის ტყუილი და ძალიან ბევრ ტყუილებში გვამყოფებენ განსაკუთრებით სამყაროს ვინც მართავს და დედამიწას, ამხელა კორპორაციები, რომელიც მართავენ სამყაროს ეკონომიკას, ანუ ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი ტყუილები დგას და დგას სისტემა, რომელიც არის აწყობილი იმაზე, რომ ადამიანების რესურსი გამოიყენონ და ადამიანის დრო წაიღონ, ცხოვრება წაიღონ, სული ამოაცალონ, ამ ყველაფერზე არის ეს აწყობილი და სწორედ ეს სისტემა ინგრევა შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ამ სისტემის მიღმად განან, ამ ადამიანების საიდუმლოებები გასკდება, მატერიალური სახე გამოჩნდება და დავინახავთ, რომ აი ეს მასიურად ყველა ადამიანი ვის რის იგჯერა და ვინ ასტროლოგი ვარ თუ ვინ არ ვართ, ამას უშუალოდ არა, ყველა ძალიან ცხადად დავინახავთ მაგ რაღაცების მიღმა, რაც ვითომ და სამყაროში ნორმალური გონია, სინამდვილეში რა დგას, რა იდეოლოგია დგას, რა ხალხი დგას და რეალურად რა ცოდვები აწევთ პირობითად ბრწყალებში ამ ადამიანებს ზურგზე. შესაბამისად, რაღაცა კუთხით, ჩემთვის პირადად ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი, განსაკუთრებით წლევანდელი წელი, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი რაც უბრალოდ ცოდნაში იყო და ინფორმაციულად ვიცოდით კონკრეტულმა ადამიანებმა, აი ამ ყველაფრის ახლა რეალურად სპექტაკლებით ნახვის საშუალება გვეძლევა და შესაბამისად უსაინტერესოესი მოვლენებია. თუმცა რა თქმა უნდა ამ პერიოდის გავლა უფრო გაუჭირდებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამ ილუზიებში ცხოვრობენ და ამ ილუზიებზე აქვთ აწყობილი თავიანთი კარიერა, ცხოვრება, პირადი თუ ყველაფერი და ძალიან კარგად არიან ამ სისტემაში მოწყობილები და თავიანთი ადგილი აქვთ ნაპოვნი, იმიტომ რომ
შესაბამისად ეს სისტემა რო დაინგრევა, ასეთ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ ამასთან თვალის გასწორება და ადამიანი რომელიც ამ რაღაცებზე საერთოდ არ ფიქრობდა და უბრალოდ კარგად იყო ამ მატერიაში მოჭიდებული, რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან რთულია იმის ჯერ იმის გაზრება, რომ თურმე რაღაცა სიყალბეზე დგას მთლიანი სისტემა, მე იმისი რომ ეხა ის რო ინგრევა, მე რა გავაკეთო, იმიტომ რომ შეიძლება ასეთ ადამიანის ცხოვრებაში არ უფიქრია, რომ რაღაცა თავისი გზა უნდა ნახოს ცხოვრებაში და არ დაფიქრებულა, რომ აი რაღაცა დედამიწაზე მასიურად ყველაფერი შეიცვალოს, თუნდაც წყალი გაწყდეს, ინტერნეტი გაწყდეს, ბუნებრივი აირის მოწოდება და ასეთი რაღაცები რო გაწყდეს, თვითონ რა უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის მოჭიდებული იმ შექმნილ სისტემას, რომელიც ამჟამად არსებობს. რა თქმა უნდა, ნაკლებად გაუჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც პირიქით წლები ამ ყველაფერს გონებით ვატარებთ და ვიცით, რომ ეს მოვლენები გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება და რაღაცნაირად სამყარო გვამზადებს ამ რაღაცეებისკენ, თუმცა მე მგონი რომ ესე ძალიან იოლი არავისთვის არ იქნება და მაინც ძალიან რთულია ამ პროცესის გავლა, იმიტომ რომ ერთელია ჩვენ თუნდაც ასტროლოგიით შეიძლება ვნახოთ გარკვეული ტენდენციები, მაგრამ კონკრეტულად რა როგორ მოხდება და ვის სად როგორ დაგვარტყამს ეს არავინ არ ვიცით და რა თქმა უნდა ასევე ძალიან რთულია ემოციურად, იმიტომ რომ აქ როგორც თქვი, მერკური ასევე ამ პერიოდში არის თავის დაცემის ნიშანში გადავა და ასევე არის რეტროგრადული, რაც იმას ნიშნავს, რომ მენტალურადაც სუსტად გვექნება მენტალური ძალა იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენი ემოციები გავაკონტროლოთ და როდესაც თევზებში ხდება ამხელა დაბნელება და თევზები ამხელა წყლის და ოკეანის ნიშანი პირდაპირ ემოციებზე არტყამს ადამიანებს და რაღაცნაირად გვიფორიაქებს სულს ემოციური კუთხით, ხო, აქ მერკური ჩვენი მეგობარი მოდის დამხმარეთ, რომ იდეურად ან გონებით ცოტა დაგვაბალანსებინოს ეს ემოციური სამყარო, თუმცა ამ პერიოდში მერკურის ძალიან რთულ პოზიციაში იქნება იმისთვის, რომ ჩვენ რაიმე მენტალური რაღაცნაირი საფორთი მოგცეს და ასევე იუპიტერიც, როგორც ვთქვით, წყალობის პლანეტაც საკმაოდ რთულ ასპექტირებაში იქნება სატურნისგან. და ფაქტიურად აი რაღაცნაირი ისეთი მომენტია რა, აი რომ იყვნენ სადასწრულია იქ გაწყდეს, აი ესეთი წერტილი არის 29 მარტი 2025 წლის. მოგიწოდებთ იმისკენ, რომ ძალიან დიდი დოზით არ ჩაერთოთ ამ რაღაცა პოლიტიკურ მსოფლიო რაღაცა ამბებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნეგატიური ამბავი მოხდება და ბევრი გაჟღერდება და ბევრ ამას გაიგებთ, თუნდაც აგერ თვითმფრინავებზე რამდენი ხანი უკვე გვესმის, რომ ვარდება და რამდენი ჩამოვარდა ან წყალდიდობებს და ასე შემდეგ. და ძალიან ჩაერთვებით ემოციურად ამ ყველაფერში. იმას არ ვამბობ, რომ ემოციურად თანაგრძნობაში არ უნდა შეხვიდეთ სხვებთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამომდინარე იქიდან, რომ ემოციური ფონი არის მომატებული, ხო, შეიძლება პირობითად მე სადაც ვარ ახლა აქ არაფერი არ მოხდეს, არც მიწის რო იყოს და არც წყალდიდობა და არც შიმშილობა და არაფერი, მაგრამ თუ ძალიან ჩართულები ვიქნებით ემოციურად აი მორევში, ხო, ყველაზე გავრცელდება და შესაბამისად რაციონალურად ვეღარ გავაკონტროლებთ, იმიტომ რომ მერკურიც რთულად არის და ძალიან გადავეშვებით ემოციურად აი ამ ამბებში და აი შეიძლება ზუსტად იგივე გამეორდეს, რაც პანდემიის დროს იყო, რომ შეიძლება ზოგ ადამიანს კარიერაზე და ფინანსებზე პანდემია არ შეეხო და იგივენაირი ცხოვრების სტილი ცხოვრობდა, მაგრამ მენტალურად და მორალურად ძალიან გაუჭირდა, ხო? და ზუსტად ესეთი რაღაცა შეიძლება აქ გამეორდეს. ასევე სხვათა შორის პანდემიის წინა პერიოდში ზუსტად ესეთი ძალიან გლობალური დაბნელება იყო, თუმცა იქ კიდევ უფრო ნაკლები მგონი 5 პლანეტა მონაწილეობდა და ჩვენ შემთხვევაში ახლა პირველ დაბნელებაზე 6, ხოლო მეორეზე 7 პლანეტა მონაწილეობს და ბევრად უფრო ართულებს ეს ყველაფერს. ასევე სხვათა შორის ზუსტად 29 მარტს უკვე მზის დაბნელებაზე ანუ იწყება მთვარის კალენდარი, ახალი ციკლი იწყება. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს მზის ციკლი და მთვარის ციკლი და მთვარის კალენდრით რეალურად ყველა რაღაცა ძველი ცივილიზაცია მთვარის კალენდარზე ბაზირებული იყო და მთვარის კალენდრით ხელმძღვანელობდა და ასტროლოგიაში მიჩნევა, რომ ეს ბევრად უფრო სწორი კალენდარია და ბევრი მათ შორის ასტროლოგიური გათვლები ამ კალენდარზე ბაზირებს და შესაბამისად 29-ში ასევე მთვარის კალენდრის ახალი დასაწყისი არის, ხო? და იმდენი რაღაცა იცვლება, ანუ აი ასტროლოგიურად ძალიან ბევრი რამე ხდება 2025 წელს განსაკუთრებით აი ამ გაზაფხულზე, რომ ანუ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო და აი წარმოუდგენელია, რომ იგივე რაღაცებს დაუბრუნდეთ, აი როგორც პანდემიამ შეცვალა ძალიან ბევრი რამე თუნდაც გადაგვეხედა იმაზე, რომ შეიძლება თურმე სახლიდან იმუშაოს საერთოდ არია, რომ სამსახურში თუნდაც დისტანციურად ისწავლოს
ვისწავლო და კითხვის ნიშნები დასვა ხო სასწავლო რაღაც სისტემაზე, სამსახურეობრივ ოფისურ სამსახურებზე და ასე შემდეგ. ზუსტად ესეთ ცვლილებებს შემოიტან ზუსტად ეს პერიოდი, რომ ძალიან ბევრ საბაზისო რაღაცა ფუნდამენტურ არქეტიპულ მონაცემებს გადაგვახედინებს და კითხვის ნიშნებს დასვამს, რომ ეს ნამდვილად საჭიროა? თუ აღარ არის საჭირო, იქნებ უფრო შორს წავედით, იქნებ დრო მოჭმულია, იქნებ ეს საერთოდ აღარ არის საჭირო. ასევე საინტერესოა ის, რომ თვითონ სატურნის თევზებში გადასვლა ცალკე ძალიან დიდი ფენომენია და ამაზე ალბათ ცალკე ვიდეო არის გასაკეთებელი და პროგნოზი არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ეს არის უსაინტერესო ესი მდგომარეობა, იმიტომ რომ თევზები არის ძალიან საინტერესო ზოდიაქოს ნიშანი და ძალიან ღრმა და შეუცნობელი და უძირო და უბსკერო და სატურნიც არის კარმის პლანეტა და ძალიან სერიოზული მოვლენების მოტანა შეუძლია და ეს არის ერთი მხრივ ძალიან კარგი ტექნოლოგიური აყვავების პერიოდი, ანუ სატურნი თევზების თვის არის ძალიან კარგი პერიოდი იმისთვის, რომ თუნდაც ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები წავიდეს წინ და ასევე ძალიან კარგი პერიოდი იმისთვის, რომ შემოქმედებითობა აყვავდეს და თუნდაც ბოლოს როცა სატურნი თევზებში იყო 30 წლის წინ დაიწერა ჰარი პოტერი, გადაღებული იქნა მაგალითად ტიტანიკი, ანუ გულისხმობ, რომ შეიქმნა ისეთი ხელოვნების ნიმუშები, სადაც ერთ რაღაცა ადამიანის ან ერთ რაღაცა ლოკალურ ისტორიაზე ამ თელ მსოფლიოს შეიქმნა თანაგრძნობა და რაღაცნაირად ერთ ისტორიაში გამთლიანდა ძალიან ბევრი ადამიანი და შემოქმედებითაც ძალიან კარგი სწორი იდეების გადაცემა შეიძლება ძალიან დიდი მასებისთვის. შესაბამისად, ამ პერიოდში ხელოვნების, უფრო ვიზუალურ ხელოვნების განვითარების რაღაცა ეტაპი შეიძლება სხვა ჩერს კომიქსებიც დაემთხვა, ოღონდ იმის წინა სატურნის თევზებში პერიოდს, როდესაც კომიქსები, ანუ ვიზუალური ესეთი რაღაცა წიგნები წამოვიდა და ვიზუალური ზოგადად და შემოქმედებითი განვითარების ეპოქა იქნება, დაიწყო, ანუ საფუძველი ჩაეყრება რაღაც ახალს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, სადაც ადამიანის შემოქმედებითობა და ასევე ტექნოლოგიური რესურსი იქნება ძალიან კარგად სინთეზირებული, გაერთიანებული და ახალი სიტყვის თქმის საშუალება იქნება ამითი ზოგადად მსოფლიოში. თუმცა, აქ უარყოფითი მხარე არის ის, რომ აქ შეიძლება წამოვიდეს უფრო მეტი ექსპერიმენტები ადამიანებზე და აბსოლუტურად მორალურად გაუმართლებელი ჩარავები და ექსპერიმენტები ზოგადად დედამიწაზე და ადამიანებში. იმიტომ რომ ამის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა ამის შესახებ როგორც წესი ჩვეულებრივი მორიგი ადამიანები ვერ ვიგებთ ხოლმე და დაფარულია ხოლმე ეს ინფორმაცია, მაგრამ ამჟამად ასე კარგად ვეღარ დაიფარება და აქაც იქნება რაღაცა ახალი სიტყვა იქნება ნათქვამი, თუმცა ასევე ბევრი ძალიან ნეგატიური და ცუდი ექსპერიმენტი შეიძლება იყოს ჩატარებული. მოკლედ ძალიან საინტერესო პერიოდი გველოდება და მე პირადად ყოველდღე მცირე ინფორმაციას აუცილებლად ვიგებ ხოლმე და ვადევნებ თვალს თუ რა ხდება და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, განსაკუთრებით მარტი იქნება ძალიან საინტერესო და დანარჩენი უკვე მთელი გაზაფხული ამ მარტის მოვლენებთან მიმართებაში იქნება ძალიან სინქრონული და ზოგადად მთელი წელიც იქნება ძალიან საინტერესო. თუმცა მეორე მხრივ საინტერესოა ისიც, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ნეგატიური რაღაცაც გავატანოთ ამ დაბნელებების თერეფანს, თუ ჩვენ თავზე მუშაობთ და თუ ვუფრთხილდებით და რაღაცა სულიერ გზაზე მივდივართ და ძალიან ბევრი ნეგატიური ჩვევაც და ნეგატიური pattern-ით შეგვიძლია დავტოვოთ წარსულში და გავატანოთ ამ დაბნელებებს, ამიტომაც არჩევანი რა თქმა უნდა თქვენზეა, რაც უფრო ადამიანი გაცნობიერებულია და რაც უფრო თავისინებით მუშაობს რაღაცეებზე და ასუფთავებს თავის ენერგეტიკას, თავის ხელს, თავის სულს და შემდეგ რა თქმა უნდა, ბევრად უფრო კარგად ექნება საქმე და ადამიანი, რომელიც გაუცნობიერებლად მიყვება რაღაც ერთ გზას, რომელიც მისთვის დიდად კარგიც არ არის და აქვს ბევრი მავნე ჩვევა, რა თქმა უნდა, მისთვის უფრო რთულად გადაივლის ეს დაბნელება. მოგეთ ყველას გისურვებთ, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად გაიაროთ ეს ყველაფერი, ყველანაირი გართულების გარეშე, გაფრთხილებულები ხართ, ნაკლებად იმგზავრეთ, ნაკლებად გამოიჩინეთ ინიციატივა გართობისა და ალკოჰოლისა და ესეთი რაღაცების მიმართ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ხოლო დანარჩენი ყველაფრის ლინკები, რაც ვიდეოში ვახსენე, ყველაფერი დაგხვდებათ ამ ვიდეოს აღწერაში.